ვიკა მე დანაცხოს გაჩუქეს კლასიკური ფეხსაცმელი. ესენი შეიარაღებულები მოვიდნენ. არ არის საჭირო ორი სექსუალური ადამიანი გადაცემაში, ერთია საკმარისი. არ მქონია მომენტი რომ ვიღაცაც ან ვეფლირტავო, ან რაღაცა. და მე სულ რა დადგმო. არა. პარიზში მივფრინავთ ახლა ჩვენ ერთად დასასვენებლად. შარბალი უნდა მეცვას ისეთი რომ აი ნიავმა იმოწრავოს. ქვეყნის ფული გაქვს. იმიტომ რომ იცი რომ მართალი ვარ და იმიტომ. არა, აი უთხლიშე რა. მოხარშული ძროხის ყავიო თუ რა იყო მოხარშული იყო ბედნიერი, დაივიწყო პრობლემები, სამსახური დაივიწყო, შენ დამპალი კოლეგები დაივიწყო. აი რაღაცა მგონი ბეკეკორზე ვზივარ. გთხოვთ მითხარით, ვინც დაპატიჟეთ და გინდათ დაპატიჟება და არ მოდის. მაიმუნები აღმოჩნდა და ვათრიეთ რა. ნაზღაიზე განათლებელია. რატო? გლუჩუნი თუ გაქვს. მე რაღაც ესეთი თუ მითხრა შეიძლება კი. აი ხა ენა ჩაიგდე. მე შენზე ცალმხრივად ხო შეყვარებული. რომელიც არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ამონათება. მე ვიცი რომ არასდროს არ ვიქნები სექსუალური. სალამი, თქვენ უყურებთ მისმინეს YouTube არხი. აუცილებლად უნდა გთხოვოთ და შეგახსენოთ, რომ უნდა დაგვაფოლოვოთ, უნდა მოგწეროთ. ბოტებს ვთხოვ, რომ იაქტიურონ რამე თუ უდიდესია წვლილი მათი ჩვენი გადაცემის პოპულარიზებაში, იმიტომ რომ ალგორითმი რამდენიც ბევრს დაწერთ, იმდენჯერ უფრო მეტი შანსია, რომ სხვებმა ნახონ ჩვენი გადაცემა. დღეს მყავს განსაკუთრებული სტუმრები, არ მაცლიან საუბარს, ძალიან მხიარული ორი სტუმარი მყავს. აი ახლა ვცდილობ, რომ კონცენტრაცია მოვახდინო, მაგრამ შეუძლებელია, იმიტომ რომ სრული რაც მოვიდნენ მას მე ღლიცინია სტუდიაში და ჩემი გადაცემის სტუმრები არიან გიორგი ნაზღაიძე და თამაზა ლოხიშვილი და აი აქ უნდა ტაშებს დავადებ. მაგრამ იცი რა არის? პირველ რიგში მადლობა რომ მოგვიწვია გადაცემაში. ანუ ვერ მე უნდა მეთქვა რაღაცებს ვიძახი ხო? მე თავიდან მეგონა ვაფშე რადიოში მესმა. საერთოდ არა ჩანს სუშავები შავ დივანზე. ხო და რაღაცა არ ვიცი რატომ ჩვენ ახლა მოვედით ფერადში რომ ფერადი იყოს სივრცე. სამაგერად თქვენთან გადაცემაში რომ ვიყავ ფერადი ვიყავი? მაგრამ ნახე რომ გეძინა. მაგრამ დღეს გაირკვევა მეგობრებო ეს არის ვიკას გადაცემაში ვარ თუ ისევ სარკასტიკაში მოვიდა ვიკა მეორე სერია მაგას გავარკვევთ გადაცემის ბოლოს და რაღაც საშინელებას მიყირებ თუ რა შეგეშინდა აი ჩვენი გადაცემის მერე კიდე რომ დაგვიძახე და წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ ვიწყებ გადაცემას თავს როგორ გაცოდებს არ დახობიცი რა ეშმაკია რა აზრია ჩვენ და ვინც მოდის ყველა ისე გვაცოდებს თავს აზრი მართლა მოდი ახლა მაგით დავიწყოთ მე რო თქვენ თავის შეგაცოდეთ გახსოვს აუ გიო გეხვეწები ეს არ მკითხო ის არ მკითხო ესე ხშირად გეუბნები ახლა კი როგორ არა კიდე ის რაღაცები რაც ამოგვაჭრებინე ანუ მაგას ცალკე გადაცემად ვამზადებ ზოგადად არის კიდე მასალა რომელიც მართლა შეიძლება ამოგვაჭრებინე ესე გვაჭრებინებს ბევრი სტუმარი და მასალას მე ვინახავთ და მე ახალ წელს ეს ამოჭრილი მასალა შავი მასალის საახალწლო ღამე და ყველა ოჯახში ბედნიერა ანუ ყველა ოჯახში ანუ იმ ოჯახების გარდა ვიზეც გადის თვითონ სიუჟეტები 31 დეკემბერს გავა 12 საათამდე რომ ბედნიერი და ხალისიანი საათი აი არ ვიცი შენ და ინგას როგორი ბედნიერი და ხალისიანი ღამე გექნება თუ 31-ში და კიდე სხვა სტუმრებს ახალდაბარებს არ ჩაუბრა ინგა გრიგოლიამ რო ავუხსნათ მაყურებელს და ინგა გრიგოლიასთან დამარეკინეს ბიჭებმა მე რო ვიყავი სარკასტიკა სტუმარი და ინგა ეგრევე დაიწყო ერთი ადამიანის თათხვა რომელიც პირდაპირ ვიდეოს მოგცემ და გაუშვი არა ერთი სტუმარი ყავდა ახლა ბოლოში კიდე ეს მსგავსი ზარი იყო და ვისაც ურეკავდით არ ვიტყვი სახელდაგვართ იმან საერთოდ ისეთები თქვა რომ თლიანად მოხსნილი მე არც მეგონა რომ ესეთი შოუ ბიზნესის ხალხი ესეც იტყვებს ხმარობდა მაგრამ მეგობრებზე მაგრამ თქვენ ჰუმანური ადამიანები ხართ. იცი ჩვენი გადაცემა არა ჩვენი გადაცემა ბოროტული გადაცემა რეალურად. ჩვენი გადაცემა არის ის რომ ამ ძიმე პერიოდში ჩვენი გადაცემით უფრო გაილაღო ადამიანმა ცხოვრება. აი ძიმე ორშაბათი იმიტომ არის ზოგადად ორშაბათს ეს გადაცემა რომ ეს გადაცემა იყოს აი ძიმე საღამო რომ დაჯდე უყურო იყო ბედნიერი დაივიწყო პრობლემები სამსახური დაივიწყო შენი დამპალი კოლეგები დაივიწყო
და ასე შემდეგ. სხვათა შორის YouTube-ის მომხმარებელი ძალიან განსხვავდება სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან. მე ახლა ჩემი გადაცემის ქვეშ კომენტარებს რო ვკითხულობ და ვტკბებოდი, სად არიან ბოტები? ხო, სხვათა შორის YouTube-ის მომხმარებელი ძალიან ისეთია, დადებითია და რეალისტურად შეფასებელია რაღაცა. არა, რაღაცებს კი წერდნენ იქ რაღაც, მაგრამ სადღაც 1000-მდე კომენტარი იყო. ხა ყველა ვერ წავიკითხე, მადლობა ყველას, მაგრამ ისეთი დადებითი კომენტარები იყო, რაც არ ხდება ხშირად. მაგალითად, მანანა ჩიქობავას რო ჩავწერე, ხა იქ მოდის მთელი ბოტების არმია. თან ჩვენთან თავარი ის არის, რომ ჩვენი სოციმედია არც ერთ კომენტარს არ შლის. აბა. ხო, უნდა მეკითხა, ხო არ წაშალეთ ჩემს. არა, რეალურად რა კომენტარებსაც უყურებს ჩვენი რესპონდენტის შემდგომ, ანუ კითხულობს YouTube-ში, ეს არის, რომ ყველგან ერთადერთი ჩვენთან კომენტარი თუ წაიშლება, როდესაც ადამიანი გადადის იმ ადამიანის პირადი შეურაცხყოფად, აი ოჯახის მიმართ გადადის და ისეთ შეურაცხყოფად. მეგონი შენ გაგინებდე თუ რაღაცა ეს. წაშალეთ. წავშალეთ, აი მე აი არ ნახე. ინერვიულებს ბავშვს. მე მეცი აი რაღაცა მგონია ბეკეკოზებს იბა, რაღაცნაირად. თვითონ ტყავის კამზე. ტყავის საბრძეზე გამოიჭიმა მდიდრულად და მე ცხوارზებს იბა. არა, მე ჩემი სკამია, სხვა ალახი ჩავარდი ცხوارზე ბეკეკო, წარე ბეკეკო. სოფელს მახსენებ. აი მე სოფელი ძალიან მიყვარს მე. ჩემი საყვარელი ლოკაცია, რო იცოდე სოფელი. რომელი სოფლიდან ხარ? რომელი სოფლიდან ვარ და ხეთიდან, ხობიდან, ხობის რაიონის სოფელი ხეთი, მაგრამ იქ არ დაბადებულ ვარ და არ გავზრდილ ვარ, მაგრამ მიყვარს ძალიან რა, ანუ მთელი საფხული გავატარე. ესე იგი არ გიყვარს. არა, კაცო, ჩავდივარ ყოველ საფხულს. ისე ვიკა შენ როგორ აი გაიჩით ესეთ სიტუაციებში? მე აქვს მომკითხვებს. გაგავიწყდა ეტყო. უხურე, ესენი შეიარაღებულები მოვიდა. YouTube გადაცემა ვიკა შენ როგორ გაიჩითე პროვინციიდან, აქ თუ რაღაცას მეკითხებოდა და ეკრանը გამაჩვენე. იგივე კითხვა მაქვს შენთან. მომიყევი როგორ აღმოჩნდი ამას. ჯერ შენ მომიყევი და მე არ ყვები დღეს გეკითხები, დღეს დრო ვინ არის ეს კაცი, გადავირიე. ვიცი რომ გიორგი მოვიდა შენთან და გიორგი შენ გაინტერესებს ზოგადად პოპულარული როგორ გავიჩნდი თუ სარკასტიკა. ჯერ სარკასტიკაზე ვლაპარაკობ და მე ვილაპარაკობ პრაქტიკაზე. ადრე რაღაცა მცდელობა იყო დაახლოებით 2 წლის წინ YouTube-ზე შემოსვლის და აი რაღაც ერთი ვიდეო ჩავწერეთ რაღაცა ესეთი რა, მოგზაურობა რაღაცა კახეთში და რაღაცა ყოველთვის მაინტერესებდა YouTube. დამოუკიდებლად, მე იქ არ ვშუაში არ ვარ. ყოველთვის მაინტერესებდა YouTube და YouTube-ის პლატფორმაზე შესვლა. მე ისე მოხდა, რომ მე დანაზღოს რაღაცა, დანაზღოს სუნდო და ადრე მითხრა ძალიან. მე კიდე შემომიტრიალ და არა, ეს ამან ეს შანსი არ არის დაიკარგოს, ეს თუ რაღაცას მისდად დაისახავს. არა, უბრალოდ მაშინ მე ვუთხარი რაღაც პერიოდის წინ, მაშინ მითხრა არა, იმიტომ ანუ არა არ მითხრა ესე რა, კარგი იდეაო, მაგრამ თავის საქმე გამომდინარე, მაინც თავი შეიკავა. არა, დრო არ მქონდა. ეს სადღაცა ხომ უნდა ჩასვა, რომ აი დრო. მე ისე მოხდა, რომ მე კიდე მითხრა, რომ მე კარგი იდეაა, იუმორისტული გადაცემა ის ეს რაღაცა ბუნებრიობა გვინდა გახსოვს, ჯერ ფიქრობდი, რომ ხან ჩემ სახში ჩამეწერა, ხან თავიდან არ ქონდა იმის საშუალება, რომ სადმე ჩაგვეწერა და სტუდიას ვამზადებდით, ფიქრობდით ან თამაზასთან, ან ჩემთან, მე ჩემთან მოვაწყე სივრცე, 2 ლოკაცია რაღაცა და მოგვეწონა მოდ გადავწყვიტეთ რომ ესე ჩვენით დაგვეწყო. ეგ მე მგონი სათხაცა დადე კიდევაც თუ ვიგონებ თუ ანონსი დადე შენთან რაღაცა სახში მახსოვს. რაღაცა იყო უბრალოდ დადებული კადრი რომ ძალიან მალე. ხო რაღაცა კადრი. მაგრამ ის მერე იქ არ განხორციელდა. მე ვიყავით რეკლამის გადაღებაზე ერთით კომპანიასთან და მყავდა ჩემი მეგობარი. მაიმუნივით ვათრიეთის კომპანია. ის ხო. ანუ რეკლამებისაც უნდა მოეტანა თქვენთვის ისინი. არა, დამოუკიდებლად რეკლამა უნდა და ჩვენთან, მაგრამ მაიმუნები აღმოჩნდა და ვათრიეთ რა. ხო და ისე მოხდა რომ ჩემი მეგობარი ყოველთვის დამყვება ხოლმე გადაღებაზე რაღაცა თან მეგობარია თან ადმინე ყველაფერია რა ყველაფერი ჩიკი და მაშინ კიდე გააჟღერა ნაზღობ რომ ხო არ დავიწყოთ ეს YouTube გადაცემაში ხო არ შევიდეთ რაღაცა ჩვენებურად და აი ფიქრობდი რომ მე ხო რა და მე ჩემი მეგობარმა მითხრა რომ ძალიან მაგარი იდეაო და მოდიო რა დაიწყეთო და მეც ვუთხარი რომ აი კი და მე მგონია რომ ეს კი რო ვუთხარი, როგორც ადრე ვუთხარი კი და გავიდა 3 თვე, გავიდა 4 თვე, ესე გაგჭირდებოდა. წამში მოხდა ყველაფერი. კი, მეორე დილით მირეკავს, მეორე დღეს რომ აბა როდის ვიკრიბებით, რომ დავიგეგმოთ. მე დავიგეგმეთ, შევხვდით და ხო იცი, ისე გაგვეხსნა ფანტაზიები, მოვიფიქრეთ გადაცემის ფორმატი როგორ უნდა ყოფილიყო, რა, როგორ სტილში უნდა გასულიყო, მე ქუდი და რაღაცა ყველაფერი და მე გადაწყვეტეთ რომ ბარემ რო შევალ. აი თქვენ ორი იყავით მარტო, თუ ვინმე გუნდი ყავთ და გეხმარებიან. გუნდი ყავს, მაგრამ ძირითადად გუნდი, ძირითადად ბირთვი ვარ ჩვენ ორნი.
ანუ პროდიუსერებიც თქვენ ხართ გადაცემის. ნუ ვსქვათ, რომ სიმართლე, ხო, ეს ეგრეა. ეგრეა. მაგარია, იმიტომ ესეთი ავთენტური. ეტინოლის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოს თქვენი კანი. ან გაქვთ აკნესკენ მიდრეკილი კანი, ეს სიახლე აქვს, Round Lab, ეს არის კორეული ბრენდი. ყველაფერი იწყება სუფთა ბაზით. ძალიან სასიამოვნო კაფეა. კარგად გავიწმით ძაღლი. ეს არის გამწმენდი გელ კაფე. ეს გელი წყალთან კონტაქტისას ჰაეროვან კაფად გადაიქცევა. ახლა ჩამოვიბა. ჩემი კანი არის უკვე სუფთა და დროა გამოვიყენო თამამშვიდებელი შრატი. ეს არის ყველაზე კონცენტრირებული საფეხური, რომელიც მომენტალურად აღწევს კანში. აბზინდას ცენტელას კომბინაცია მომენტალურად აქრობს სიწითლეს. შემდეგი საფეხური. უგორტის ჰაეროვანი კრემი. ძალიან კაი შეფუთვა აქვს. სხვათა შორის პანთენოლს შეიცავს, რომელიც არა მხოლოდ ატენიანებს კანს, არამედ დამცავ ბარიერსაც ქმნის. მთელი დღის განმავლობაში ეს საცხი დაგიცავთ თქვენ მავნეს ზემოქმედებისგან. ბოლოს მზისგან დამცავი ყველაზე აუცილებელი პროდუქტი კანზე საერთოდ არ იქცნობათ კვალს არტოვებს. ეს კრემი არის ნამდვილი აღმოჩენი. მსუბუქი ტექსტურა, აი ძალიან. გაქვთ აკნესკენ მიდრეკილი კანი. მაშინ Round Lab-ის ეს ხაზი შენთვის არის. ეხლა დადგა ჩემი საყვარელი მომენტი. უნდა გაჩუქოთ საჩუქრები. ეხლა საჩუქრები რო უნდა გაჩუქოთ. ერთი ნახო შიგდა აბუქსინგი აქ რომ შეიძლება საჩუქრები გაგატანეთ, ეხლა ნახოთ შენ რა გვაქვს. კი, ძალიან მაგარი საჩუქრები მაქვს თქვენთვის. აღმოვაჩინე რომ თავის მოვლაც გიყვართ და PSP-მ გამოაგზავნა. შენი სპონსორია? PSP არის ჩემი უსაყვარლესი სპონსორი. ეს არის Round Lab. სრულიად ახალი ბრენდია, კორეული ბრენდია. მე გიждები კორეულ კოსმეტიკაზე, თქვენი არ ვიცი, მაგრამ კორეული კოსმეტიკა არის ჩემი უდიდესი სიყვარული. და რაც შეეხება, ხა რა არის აქ ამ საჩუქრებში? ტესტერები? ხო, ტესტერები. ესეთები ილაპარაკე და დაგაფინანსებს შენ PSP. ხედა. მე შენ გეღლიცინები თორე. PSP-ს მოხმარებელი რომ თავისი ფულები PSP უნდა ნახოს რა რეკლამას გავუკეთებ, შოქში ჩავარდები. პირველ რიგში რაც უნდა გითხრათ, ეს ბრენდი ექსკლუზიურად არის PSP-შენ სხვაგან. რა არის, ხალო, გვითხრა. მოიცადე, მივდივარ ერთი წამ. ნაკლები ინგრედიენტი, მეტი შედეგი. ეს არის ფილოსოფია ამ ახალი კორეული ბრენდის. მოკლედ, აქ ბევრი რაღაც არის. მინდა გითხრა, ნახე, რუტინა არის, მამაკაცის ხაზია, სახის მოვლის. ეს არის მზისგან დამცავი სტიკი. ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ ფორმა აქვს ძალიან კარგი, მყარი, უბრალოდ გადაისვამ სახეზე და მზისგან ხარ დაცული და არ ვიცი, ამაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი არაფერი არ არის, განსაკუთრებით გიორგისთვის, რომელიც უკვე ხანში შესული. რაკი რეკლამა გავუკეთა? და რაც მთავარია, თეთრ კვალს არტოვებს. მე არ მიყვარს ვერ ვიტან სტიკებს, რომელიც ზოგი სტიკი ტოვებს თეთრ კვალს. და ეს კანზე ვერ ვტყვი, თეთრი კვალები გაქვს. არაფერი თეთრი კვალები არ მაქვს. ეს არის ლოსიონი მამაკაცის ხაზი, ძალიან კარგი სტრუქტურა აქვს, ძალიან მსუბუქია, თუ არ გიყვართ მძიმე ფაქტურა და სტრუქტურა კანზე და რაც მთავარია, შეიცავს ჰიალურონის მჟავას. და ბოლოს არის ასეთი დამატენიანებელი კრემი, სახის კრემი და სხვათა შორის პარსვის შემდეგ არის იდეალური. ამ კრემს იყენებენ სპეციალურად პარსვის შემდეგ. მომენტალურად აქრობს გაღიზიანებას, ატენიანებს, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს აი ამ წებოვნების შეგრძნებას. მოკლედ, ეს არის რუტინა, ხო? ლოსიონი, კრემი და სახლიდან გასვლის წინ დამატენიანებელი, აი ეს სტიკი, რომელიც სხვათა შორის ბევრი ისვამს 1 საათით ადრე მაინც გავიპარსე, მაგ დროს არა, მზისგან დამცავი უნდა წაისვა 1 საათით ადრე, სანამ სახლიდან თუ გასვლის წინ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ 1 საათი მაინც ჭირდება ამის მოქმედებას. ესეც სასარგებლო რჩევა ჩემგან. მადლობა PSP-ს. PSP-ს ნამდვილად მადლობა, იმიტომ რომ PSP არის ის კომპანია, რომელიც ყოველთვის მამაკაცებს ანებივრებს სხვადასხვა თავის მოვლის საჩუქრებს. მიხარია რომ მოგეწონათ ჩვენი საჩუქრები. და ჩვენი სპონსორიც იყოს სარკასტიკაში. აი ნახავს ახლა და შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
ჩვენ ვერ ვიშოვეთ ამ ეტაპზე, ანუ შეიძლება ჩვენ არ ვიცით, ან პროდიუსერი, რომელიც ამ ყველაფერს ჩაიბარებს და გააკეთებს ისე, როგორც მე ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი პროდიუსერი ხარ. იცი რა, სიმართლე გითხრა, ეს გადაცემა, აი ხა სუსუ თავიდან რომ დავიწყოთ, ხო? 6 წელი ეს გადაცემა ესე მაქვს და შემოვდებდით აროზე შევცვლით. ნუ მე ისეთი ამბები მოხდა ვისაც. მაგრამ მე ბოლოს ჩემმა მეგობარმა ეგ მითხრა ზუსტად, აი ხა კარგი გამახსენდა შენზე. რომ ამხელა გამოცდილება გაქვს სატელევიზიო სფეროშიო, ხო? 18 წლიდან ტელევიზიაში ხარ, მილიონი გადაცემა წაგიყვანე, მილიონი შოუ და შენ თვითონ რატო ვერ იწყებ? ხო, მე ხსმის. ჩემი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ პასუხისგებლობის აღება რა, იმიტომ რომ ავიღე პასუხი, ეს ყველაფერი უნდა ვაკეთო. ხო. და მე თამაზას ამბავი, თამაზას ადრესო შევთავაზე, მე კიდე ერთხელ გამახსენდა, რომ ჩემმა ერთმა ახლო მეგობარმა მითხრა, რომ თამაზა არისო ფანტასტიკური, ჩვენ მეგობრობდით და თამაზა არისო ფანტასტიკური შენი მეწყვილე, ორი სხვადასხვა სამყარო რომ სხვა მკითხრა რეალურად არა, იქამდე მქონდა შეთავაზებული, მაგრამ მე უკვე რომ ვიწყებდი ამას ფიქრობდი, რომ უკვე უნდა დამეწყო, კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ აი თამაზა არის ფანტასტიკური. იცი რატო? იმიტომ რომ მე მგონია რომ მთელი წარმატება თქვენი სატელევიზიო წყვილი, სატელევიზიო არ ხართ, მე მაინც ძველმაში ვარ ტერმინებში, YouTube წყვილი, ეს არის რომ სრულიად განსხვავებული ჩემ თავარი თან ამბავი ის არის რომ ჩვენ გვაქვს სრული იმპროვიზაცია. ეს არ არის, ეხა არავის არ შევეხები, მაგრამ ეს არ არის გაწერილი სცენარი, დადგმული სიცილები, დადგმული რაღაც, არა. არის ძირითადი თემა, რაც ვიცით, თემები და ამ თემას მე იმპროვიზაციით უყურებს მაყურებელი სრულად. თამას, პირველი გადაცემა რო გავიდა, პირველივე ჯერზე მოყვა ამბავი მახსოვს. კი, მაგრამ ჩვენ ეგ შედეგი არ გვეკონა რომ იქნებოდა. ანუ ჩვენ ვიცოდით რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ექნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ვართ. ჩვენ სტორებს, ვიდეოებს აქვთ უამრავი ნახვა. იმხელა ნახვა აქვს, რომ შეიძლება ტელევიზიასაც გაუკვირდეს, იმხელას ნახვებს ვდებთ. ვიცოდით რომ ექნებოდა ნახვა, მაგრამ ჩვენი ცირის გამოცდილება არ ქონდა. ჩვენ არ ვიცოდით ჩვენი სოციალური ქსელებიდან YouTube-ზე ხალხს რამდენად გადმოვიყვანთ. YouTube ხო სხვა სამყაროა. სხვა სამყაროა. და შეიძლება არც გადაგიყვანიათ და მეტი წილი იქიდან იკრა. ჩვენ რო შევდივართ ლაივში და რო ვიძახით რომ მეგობრებო გვჭირდება 1000 ფოლოვერი YouTube-ზე, ზუსტად 15 წუთში 1000 ფოლოვერი YouTube-ზე გვემატება. სრულად ვერ ვიტყვი რომ ეხა სოციმედია, ანუ ჩვენი სოციალური ქსელი, იმიტომ რომ ორ თვე ნახევარში ჩვენ შევძელით და ალბათ ეს პრეცედენტი არ მახსენდება ეხა სხვა ადამიანს ეს იშვიათია 47000 გამომწერი ხდება YouTube-ში. ორ თვე ნახევარში, როდესაც შენ არც გვერდი არ დაგიბუსტავს, არც ერთი ვიდეო არ დაგიბუსტავს და არც ერთი ცნობილი ადამიანისთვის არ გვითხოვია ჩვენ რომ გააზიარეთ, დაგვეხმარეთ. არა, ჩვენ სრულად თავიდანვე ვთქვით, ეს უნდა იყოს ბუნებრივად, თუ გამოვა გვიღირს გაგრძელება. თუ არ გამოვა, ესე იგი YouTube-ზე ძალიან ბევრი დაბრკოლება იყო თავიდანვე, ბევრი მეუბნებოდა რომ აი სატელევიზიო ტიპი YouTube-ში ვერ გაკაჩავ. რას ნიშნავს სატელევიზიო ტიპი შენი აზრით? ვითომ სატელევიზიო, იმიტომ ტელევიზია სხვა ფორმატი ვარ ჩვენ. ხათაშორეს თვითონ ტელევიზიამ შეისრუტა ცოტა YouTube-ის რაღაცეები, რაც ძალიან კარგია. აი, ბევრად უფრო, იმიტომ აი რამდენიმე წლის წინ დამეთანხმები, ბევრად უფრო ისეთი იყო რაღაცა სტანდარტი არსებობდა, ჩარჩო, კაცო ტელეფონით ვინ გადაიღებდა რეპორტაჟს, რომ საერთოდ არ იყო ეგ მიღებული პრაქტიკა და საერთოდ რაღაც ტერმინოლოგია რაღაცა იყო, რაღაცა მოკლედ ჩარჩოები და ეხლა ნელ-ნელა იყო რაღაცა სავალდებულო ჩარჩო ტელევიზიაში მახსოვს სიტყვებზეც რო წინადადებას სულ ყველაფერზე და ეხლა თავისუფლებაში, იმიტომ რომ რეალურად აღმოჩნდა ისე რომ საზოგადოებას უფრო მეტი თავისუფლება სჭირდება, როდესაც რაღაცას უყურებს და არა გაწერილი რაღაცა სრულად გრამატიკულად დაწყობილი რაღაცა წინადადება. და რა როგორ ფიქრობ რა მოსწონს ხალხს სარკასტიკაში? მოსწონს ის რომ ვართ სრულიად თავისუფლები. არ ვართ რამეზე დამოკიდებული, არ ვინმეზე დამოკიდებული. ზუსტად ჩვენ ვქმნით იმას, ანუ იცი რა, ძალიან თავისუფალი გადაცემა. რასაც გვინდა ვიტყვით, რასაც გვინდა ვიმშელებთ. არა, ნახე, კიდევ არა, ვის ვართ, რაც ვართ. ხო. არ ვთამაშობთ. აი, რაც ვართ ცხოვრებაში, ის ვართ გადაცემაში. და წყვილში მუშაობა რთულია? არა. გულახდილად. არა, ფანტასტიკური. ანუ ჩვენ ვართ აი იდეალური დუეტი. მე გიორგი ნიორაძესთან მქონდა წყვილში მუშაობის გამოცდილება. გიორგი ესენი ერთად მუშაობდნენ? ერთად მუშაობდით, მიყვავდა ერთად გადაცემა.
და როგორ ვჩხუბობდით ხოლმე იცი ეს ფოტოშერს აი პირველად ვამბობ ეხლა ამ ეთერში როგორ ვჩხუბობდით ხოლმე იცი რომ ხანდახან ჩანდა ეთერში რომ ვჩხუბობდით ოღონდ ეხლა არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი მაგრამ ეთერში ანუ ხო ხდება როგორც ნახე იმიტომ ეთერში როგორ ვჩხუბობდით რომ ერთნაირი ტიპები იყავით ესე იგი ხა ნახე რა ხდება ჩვენ გადაცემა დასრულდება გადაცემაც ჩავწერთ და ნაზღაიძე განადგურებულია რატო მე მგონი მორჩა ეს ბოლო გადაცემა ალბათ ნახვები აი არ ვიცი რა იქნება არ მე სულ უყურებ სკეპტიკოს მე ვეუბნები არა გიორგი კარგი იყო აი ამაზე გაეცინება ხალხს აქ რაღაცას მივამატა აი ძალიან კარგია დავარცხნია სტუმ აი რაღაცა ესე მომშტა არა მე შენ გითხარი რომ არ არის კარგი ესეთი არა გიორგი მოდი იცი რა არის მოდი არ ვინერულოთ ვერაფერს ვერ შეცვლით მოდი გადაცემა ვნახოთ და მე ხადაობა ვიკრიბებით გადაცემის მონტაჟის დროს ჩვენს მე მონტაჟისთან ერთად იმათ რაღაცები უკვე დაჭრილი აქვს მე ჩვენს რაღაცებს ვჭრით ეფექტებს და ორივე ვკვდებით ციცილით ხო მე ესე უყურებ მე ზოგადად ჩემი საქმით არასოდეს არ ვაკმაყოფილი ეხლა დავიწყე ის რომ შენზე ფიქრი და ეხლა ის რა გამახსენდა რომ რაღაცა დავალება რო არის რომ ვინაწილებთ ერთმანეთში რა ხო და მე ხა დილით ავდგები ჩავიწერ რომ აი დილით ამას გავაკეთებ მე ამას გავაკეთებ შუადღესით შესვენება მაქვს რომ არ იმის დროს უნდა ვჭამო მე ამ დროს ყავა უნდა დავლიო მე ნაზღაიძემ რაც მითხრა აქ დავრეკავ იქ დავრეკავ აი აქ დავრეკავ მე თუ არ მიპასუხეს მე ისევ ჩემითება მაქვს მე ისევ ეხა ნაზღაიძე დილით გათენებული არ არის თავისები ხომ მოგვარებული აქ და მე მეუბნება რომ თამაზ აბარაკენი ეს საქმე მეტყვი რომ ხო აი ნასო არ მცალია და აი 1 საათში უკვე დავიწყებ გავა 15 წუთი რა ქენია და მაგდროს არ გინდა რომ მოკლა კი როგორ არა სულ მინდა რომ მოკლა მაგრამ ეს ჩვენ მეგობრობაში ანუ ბზარს არაჩენს ეს არის სრულად პირდაპირ საქმე და მე დავიჯე მე ვუხსნი რომ აი თამას ეხა თუ ეს არ გაკეთდება ეს არ გაკეთდება ეს ხო ხედავ ჩეპეს და სად მოგვივიდა ხება შენ ვერ ხედავ მაყურებელ მაგრამ ჩვენ ვიცით მაგრამ ხედავ ჩეპეს სად მოგვი ანუ ამას თუ არ გამოვასწორეთ უფრო მეტი ჩეპე იქნება თორე მეგობრობაზე ეს არ მოქმედებს და ემოციურები არ ხართ თან ეგ არის ემოციურები რა ემოციური არ არის ეს ემოციური არა აფექტი არ გაქვთ და აგრესიულები არ ხართ და ესეთი ჩხუბი არა ერთხელ გამაბრაზა გადაცემაში და გადაცემაში არის გაშვებული ჩვენ ხო არაფერს არ ვჭრით ერთხელ გამაბრაზა არა ნუ ეს სტუმრის მომენტ შეიძლება რომ გთხოვს სტუმარი ჭრით მაგრამ ჩვენთან არაფერს არ ვჭრით ეხლა ჩვენ ისეთ სულ რაღაცებს ხუმრობთ ერთმანეთთან უმეტესად ეს ჩემზე არაფერს მაგრამ ერთხელ იყო რომ გამაბრაზა ეთერშივე გავებუტე და უთხარი აჰა შენ ტელეფონი და დადექი და რეკე და ეს ცდილობ შემომირიგოს და მაგდროს ხო და მე სულ მგონია რა დადგმა არა და გეტყვი აი რაღაცაზე რო გაბრაზდება ხო შეიძლება რომ მეც აი აფექტურ დგომა რაღაცა მეც გავბრაზდი რაღაცა მე არა იმიტომ რომ იცი რომ მართალი ვარ და იმიტომ არა აი უთხლიშე რაზე უნდა გაბრაზდეს აი მითხარი რაზე თვითონ ეხლა გააკეთა ცუდად საქმე და გაუბრაზდა თვითონ მე ვერ გამიბრაზდება ხო მაგრამ ოღონდ ხა ჩემი წილი სხვანაირად ფიქრობს ეხლა აღელვებული შეიძლება რომ ჩემზე არ იყოს გაბრაზებული სხვა რაღაცაზეა გაბრაზებული ანუ თავი დანაშაულს ვერ ხედავს ხო აი 15 წუთში არ არის ესე აი მე ანუ არ ავყვები რა მივხვდი აი ზოგადად ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან რთულია რა უნდა მითხრა რომ გამომიყვანა მდგომარეობა არა მაინც არ არის ისე ჩვენ ანუ ფაქტია რომ ჩვენ ამ ამბის იქით არ გვაქვს რა უთანხმოება არაფერში რა უნდა მითხრას რომ მე მაწყენინო სულ აი ძალიან ცუდი რაღაცა რომ მითხრას ეგ ვისი დამსახურება როგორ მაინც ერთი ადამიანი ორივეს დამსახურება იცით ჩვენ ყოველთვის ვაბალანსებთ ჩვენ ანუ მე ხვდები რომ ჩვენი ურთიერთობა იმაზე მეტია ვიდრე ეს გადაცემა და კიდე გამომდინარე ჩვენ ურთიერთობას მგონია ხარ 70 თავისას მგონია რომ აი მაგას ვაბალანსებთ რომ მე თუ ვიფეთქე რაღაცაზე ხო იმიტომ კი არ ვიფეთქე რომ უბრალოდ რაღაცა ზუსტად იცის რაზე ვიფეთქე კიდე არის ხომ მე მქონია ეს რაღაცა კოლაბორაცია ადამიანთან რომელიც მე რაღაც საქმეში ან რეკლამა ან რაღაცა ან ორი ინფლუენსერის ან ორი ცნობილი ადამიანის ხო იცი რო ხდება რა კოლაბორაცია რაღაცა ერთ საქმეზე ხო და მე არ მაქვს იმის ამბიცია არასდროს რომ მე ვარ მაგარი მე ვარ პირველი და რაღაცა და როცა ვიღაცა თქვა ჩემთან ერთად ამბიციურია ხოლმე რომ მე შენზე მაგარი ვარ მიხვდი მაგ დროს საქმე ფუჭდება და აი ხა მე და გიორგის ურთიერთობაში ეგეთი რაღაცა ცხოვრებაში არ დამინახია რომ აი მაგალითად რა ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არ უნდა იყოს ყოველთვის აი ვრეკავთ ვათანხმებთ ერთხელ მე და მე მართა ისე რომ ვიღაცას დავთანხმდი აი მან დავასიკ მე ვიყავი სადღაც გაიგე მე ვთქვი ერთი და ამან მე რომ ვთქვი ის ერთი მე დაურეკე და ვუთხარი თამას მე ვთქვი ეს და ამან
თქვა სხვა რაღაცა და შენ როგორ თქვი მეთქი, ანუ მე ხო გითანხმებ შევთანხმებლად. ყველა ნაბიჯს გითანხმებ და შენ რატომ მოგიგებ? გადაცემაში სტუმრად არ დამთანხმდა სანამ შენ არ შეგეთანხმ. ოღონდ ღადაობა იცი კიდე რა არის, რომ ოღონდ მე ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც საერთო საქმეს გიფუჭებდა, მაგრამ მაინც მე უყურე უფრო ვუთხარი, მე გადავხარშე. რომ ვაიმე ნაზღოს თარ ვარ შემითანხმებია მეთქი და მე ამას ვურეკავ, რომ ისე მინდა ვუთხრა, რომ ეს ვუთხარი რა და რა უთხარიო, რატომ არ მითხარია და რამის უცბად გავუთიშე და იმას რამის დავურეკე, რომ იცი რა ეს რაც გითხარი, თვითონ არ მithქეთ, ეხა ნაზღეძეს დავურეკე. არ გამოვიდა. მაგრამ რა არის? მოიცა ეხა ვითომ არ მithქვამსო უთხარი? არა, ხო და აზრი აღარ გქონდა რა. აზრი უკვე გაგებული მქონდა. თუ ორივეს გვინდა სტუმარი არის ის ადამიანი ვინც მოდის. ხო. თემას თუ ორივე ყველა აბსოლუტურად თქვა პატარა ნაბიჯის კი, რომელსაც მე ვდგავ, ჯერ ვეუნებით თამას გადავდგა ეს ნაბიჯი, თამაზაც იგივეს მეუნება მე. ეს რეკლამა გვინდა ჩვენ გადაცემაში, თუ არ გვინდა რამდენი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე კიდე რა თქვა რაღაცა იდეა მომივიდა. და ყოფილა მომივიდა. რომ ბოდიში რა ყოფილა რომ მაგალითად ვიღაცა სტუმარი, ჩვენ ამაზეც ვჩხუბობდით ხოლმე, ვიღაც სტუმარი უნდა ერთს, მეორეს არ უნდა. არა. არა. აი ეს. იცი რა, ნახე, ჩვენთან არის ესე. როდესაც გაგაწყვეტ. თამაზე იწვის რაღაცა სტუმარს. და მაგალითად მე ვორჭოფობ ამ სტუმარზე, ხო? თამაზე უნდა დამისაბუთოს, რატო იქნება კარგი. იგივე მე ვაკეთებ იგივეს. თუ აი დასაბუთება მოხდა და ჩვენ შუორის ამ დიალოგით შევთანხმდით, მაშინ მოდის სტუმარი. მაგრამ თუ ვერ, მაშინ მე უნდა დაუსაბუთო, რატო არ არის ეს სტუმარი კარგი. მაგრამ ეს არ არის დებატები და ცივილკივი. ან გადაცემაში რაღაცა თემის განხილვა გვინდა და არ ვიცით ეს იმპროვიზაციით რამერად სახალისო იქნება. ორივე ჩვენ რაც თანხმდებით რა შეიძლება ვთქვათ რომ აი მე რაღაცა ინიციატივას ვიტყვი რა რომ ამან რომ მე სტიმული არ დამიკარგოს ეს ძალიან მაგარი ურთიერთობის დამსახურება. ნაზღო მეტყვის ხოლმე რომ იცი რა თამას მოდი გავაკეთოთ და მე ვნახოთ თუ არ გამოვიდა ამოვიღოთ. მეც იგივე დამოკიდებული მაქვს და ეს ძალიან აი ფანტასტიკურია და ეთყობა ეს გადაცემას. ჩემი აზრით ეს არის თქვენი გადაცემის წარმატების ყველაზე დიდი მიზეზი. დავიწყოთ თქვენი გაცნობის ამბავი. მაინტერესებს და ზოგადად თქვენი სატელევიზიო ბექგრაუნდის გავახსენოთ მაყურებელს. შენ სამ რეალითი შოუში იყავი. ერთი იყო Prime House-ი, რომელიც მოიგე და რომელიც სახლი მოვიგე. და 18 წლის რო ვიყავ, იყო მდიდრები და ღარიბები და ჩემი ერთი არასწორი ნაბიჯის გამო გამოვეთიშე გამარჯვებას. თორე იქიც მოგებული. ეს მდიდრები და ღარიბები სად გადიოდა? მაესტროზე გადიოდა, მაშინ ვიყავი 18-17 წლის სადღაც ესე. და იქ არ იყავი ჯეობარში? ჯეობარში გიორგი ხაბურძანიამ შემომთავაზა, შუაში უნდა შევსულიყავი ერთ-ერთ სეზონში და ბოლოს ვერ შევთანხმდით. და ის რო იყო კიდე ამტანები? ამტანები იყო აი მაგ არხზე მაესტროზე იყო მდიდრები და ღარიბები და ამტანები ერთ პერიოდში გადიოდა. ამტანები მახსოვს ძალიან პოპულარული იყო. მე სადაც კარგი ცხოვრება და კარგი საჭმელი იმ პროექტებში შედიوار. ეხა იქ წიწუბურავ ჭამოდა ვარჩიო მაგის თავის სადმე. ამიტომ შენ უნდა წახვიდე ანას პოდკასტში, ფუდ პოდკასტში, მაგრამ კარგი საჭმელი თუ გინდა, უნდა წახვიდე. მოკლედ, კიკი. მე ხო იცი ყოველთვის ესე ვეუბნები, მადლობა და და არაკეთე. მადლობა, მოვალ. კი, ხო არ გეტყვი რომ არ ვიღაცა სხვა ვაწყინებ. იცი რატომ მე მანდ რო ეტყვი არას, მე ის გიგრძელებს და ჯობია რომ პირდაპირ მადლობა კი. Prime House-ის ამბები მინდა გაიხსენო. Prime House-ის პირველი სეზონის მონაწილე და გამარჯვებული ვარ მე, სადაც ჯოჯოხეთი მოუწყე ყველა მონაწილეს. დღემდე ფსიქოლოგიურ სტრესს გადიან. არა, ხუმრობ. უბრალოდ ყველა დამიპირისპირდა და მე ყველა საწინამდე, ანუ წინამდე აღმოჩნდი მე ერთი და მთელი საქართველოს და მთელი ემიგრანტები ჩემ გვერდში დავიდნენ და მოვიდა. მართლა. რა გავა 9000 წლის ვარ. მილიონი რაღაცმა გამოცდილება. რამდენი წლის ხარ? 42 ვხდები. ანუ მე 9000 წლის ვარ. ნუ არა, ჩემი გამოცდილებიდან ეხა წარმოდიეთ 17 წლიდან ტელევიზიაში ვარ. შენ რამდენი? 42-ის ხვდები და მე რატომ მიგონი უფრო დიდი? ამას ამოვჭრით. რატომ? ჩვენ თქვი რომ მე არ ამოვჭრით. არა, ეს იმიტომ კი არ გითხარი რომ აი იმდენად კარგად საუბრობ და აი რაღაცა გადმოცემები მე მგონი ძალიან დიდი ბაგაჟი გაქვს. რა გველაძოა, სად გამოასწორა. დაგამშვიდა. შენ რამდენი ჩემი საქმე კი გითხარი რა მოგდი. ეს პატარამა ბებერებით გამოიყურება. რამდენის ვიქნები? 43-ის. აი ახლოს. 27-ის. თქვენ კი ხართ მამაშვილი, ვიცი? ხო, მაგრამ ეს რომ გავდივართ ქუჩაში, ეს უფრო ასაკიანს გავს ვიდრე მე. და
იმიტომ დაბოხმილი და ყველა სამას ეუბნება. მიხდიან თავისი ტრავმა. მე სხვადასხვა მართლა ეხა ხუმრობა და არასოდეს არ მაქვს ასაგზა გართულება. ანუ მთავარია რაზე მაქვს იცი? რა აზრი გართულება? არა, აზრი გართულებას ასაკით, რაც ხარ იმას აკეთებ. რაც ვარ ის ვარ, ვიღაცას გონი ვარ 50 წლის, ვიღაცას 30 წლის. რა მნიშვნელობა? მე არ მქონია ეგ პრობლემა, რომ ეხლა მე რა ვიცი, ძალიან ისეთი მოსაწონი და ესე მოთხოვნადი ადამიანი. მე და ყველა დავერდეს. და შენ არ ხარ მოსაწონი და მოთხოვნადი ადამიანი? შენ რატო არ მეუბნები ესეთ ფრაზას? მე ჩამეს გეტყვი, მე არასდროს არ მქონია იმის ამბიცია, რომ აი მე გეტყვი რა. მე არ შემიძლია ფლირტი. აი გეტყვი არა და სექსი. გამოდიოდა წავიდე ჩემთან. რა და გენიალია. აი მე ვიცი რომ არასდროს არ ვიქნები სექსუალური. იცი გადაცემაში საკმარისია ერთი სექსუალური. არა იმ კოსტიუმში ძალიან სექსუალური ხარ. მომაყოლეთ რა, ჯერ ძალიან ნიშნულია რომ მე ადამიანი შემიყვარდეს. აი არავისი არ აი ხო შეიძლება ვიღაცა ერთხელ მომეწონა ვიღაცა და ფიქრობ რა ხამას აი რაღაცა სექსუალურად აი არ მქონია მომენტი რომ ვიღაცას ან ვეფლირტავო ან რაღაცა ხო აი ხო როგორ ეპრენჭები სექსუალური შარმი და რა აი ხო და ერთხელ ერთი მომეწონა და გადავწყვიტე რაღაცა შორი და თვალები რაღაცა აბა როგორია შენ სექსუალური გამოხედვა გაჯერდი ხო და ჩვენი დასტრაფო მე ხო ხებს ვალივერებ რა როგორ აი რაღაცებს რო შვებიან აი რაღაცა ხო ცარკესთან და აი არაფერი არა აი ეხა შემოვიდა რომ აი რაღაცა ბიჭები დადგებიან სარკესებს თუ აი ჩემზე გაგსაუბარი აი გეგონება რაღაც აი მე გამომდის მერე არა მე ვიცი ეს გიორგის აი ეს შემოცმა პიჯაკი არა ძალიან აბაიაწელნი ხარ კაცო მე აი მინდოდა რაღაცა და აი თვალებს და ისე მე სამეთქე გავნავ და გაგიქცა თვალები ორივე თვალი დამეხუჭა აი აი არა მაქვს რა აი არა ორი სექსუალური ადამიანი გადაცემაში ერთია საკმარისი გააკეთე ანუ ორი სექსუალური ადამიანი რო იყოთ ეგეთი კაი ურთიერთობა არ გექნებოდა დარწმუნებული ვარ ამაში ეს ხო ჩემს შაცმულობაზე ნერვები ეშლება მე აი რაც მაღიზიანებს და მკლავს არის ამის აი ეს ქაოსური ჩაცმულობა რაც ამისია ჯასტინ ბიბერულია. ამისია, ჯასტინ ბიბერამდე ბევრია კიდე და ის. ამისია, მაგრამ აი რაღაცა ღონისძიებაზე ხომ მივდივარ, სადაც არის მოთხოვნა დრეს-კოდის შავი, ან კლასიკური 60. იქ არ მოდის. ხვალ არის ძალიან ხვალ რატო არ მოდის? იმიტომ რომ არ აქვს ის კლასიკური. იცი რატო მე გეტყვი. არა, აი მე გეტყვი. რა ეგეთი. ბევრები საჭიროა რა. აი მე გეტყვი, ხა რა პრობლემაა? აი ხა რაღაცნაირი გამოწყობილი თამასო არის. არა, რაღაცაში ხო არის საჭიროა. კაი თუ თქვა. აი მათ მე ხა რა რისი კომპლექსი მაქვს და გითხრა. აი ვერ ვიტყვი რომ ვერ ვშოპინგობ, არც ფულის პრობლემა მაქვს და აი მივდივარ საყიდლად. აი დიდი რაღაცა პარკით მომაქვს. მაგრამ რო ამოვალაგებ იცი, აი რა პრობლემა მაქვს. ფეხი მაქვს 51.5. უნდა მეცვას 42. იმიტომ რომ ფეხი აი ბატრიალო, გინდა ქუსლი ამოვიტყა. თუ მიჭერს, ხო აი ესე მოვკეცო გავშალო. თუ მიჭერს, ცუდათა ვარ. იმიტომ რომ ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვასრონებ. ეს ერთი. მეორე ვარიანტი ის არის რომ აი შარვალი უნდა მეცვას ისეთი რომ აი ნიავმა იმოძრაოს. აი მიხვდი აი მოტკიცის ვერაფერს. გავიგებ აგა მე ხო არ გეუბნები ყოველდღიურობაში გეცვას. კლასიკურ შარვალ მე თუ აი ყურე შარვალში მუშტი აი ესე არ ჩამივიდა და არა მომივიდა და თავისუფლად არა მაქვს. მიხვდი აი ცუდათა ვარ. ისე რო წახვიდა. რა აი მაიკაც აი სუნდაი თავიდან მე მეკონა კლიმაქსი გემრიელად უნდა მაგრამ არა მაქვს კლიმაქსი უბრალოდ აი ძალიან თავისუფლად უნდა ვიყო. აი არაფერი არ უნდა მიჭერდეს და მაგრამ არის ადგილები, სადაც გჭირდება ერთი გამოსასვლელი რაღაცა კოსტიუმი, რომელიც ჩაიცმე და მიყვა. ყოველდღიურად კი არ უნდა იყოს. მე მგონი ჩვენ ერთი გადაცემა უნდა ჩავწეროთ, სპონსორები ახლა აქ არიან, ძალიან კარგი იდეა მაქვს, გამოვაწყოთ თამაზა. ანუ მე შეიძლება არ მივიღო ამაში მონაწილეობა, მაგრამ ეხა მაგალითად თუ ვიყურებს ვინმე მართლა გეუბნები ტანსაცმლის მაღაზიის სპონსორი. საქართველოში არ არის ეგეთი მაღაზია. სიმართლე კიდე ძალიან ჭირს საქართველოში კარგი კაცის სამოსის ესეთი. აბა შესატყიდულობ. აი ამ რაღაცებს. ძირითადად ან უცხოეთში ვყიდულობ, ან აქ ვიკერავ, ეხლა აღმოჩინებ. ეს იქ ჩაკერილია რაც გაცვია. არა, ან მასიმო. აი მასიმოში ვიცი ხშირი. რა ხო მასიმო? მე დანაზღავს გაჩვენეს კლასიკური ფეხსაცმელი. მაგრამ ძირითადად არ არის მაინც არჩევანი და რომ შეხვიდე ხა მაგალითად მსგავს ბრენდის მაღაზიაში
არ არის მაინც ისეთი არჩევანი. ვიკა მე დანაზღოს გვაჩუქეს კლასიკური ფეხსაცმელი. ეს ისტორია. რომელიც შენ მოისროლე. არა. ხო და ეს ხა ძალიან ძვირად ღირებული ძალიან ძვირად ღირებული. ძალიან ლამაზი, აი კლასიკურ სტატუსში ეგრევე ჩავაბარებდი. გითხრა. მე ხო და წამოვიღე ხა რაღაცა ეს ფასიც არ მიკითხე და ეს აღტაცებულია ვაიმე რა კარგი ფასიანი გაჩუქეს რაღაცა ძვირიანი ისეს და მოვიდი სახლში. მივხვდი რომ არ არის ბრაგუნა ბოტასი, არ არის დიდი ბოტასი, არ არის თავისუფალი. მე კიდე რო ჩავიცვი, ალბათ ბოტაზე რომ აქ მიჩვეული, კლასიკურ ფეხსაცმელის ხო წიწვა ვიწრო აქ და რაღაცა მყარი იყო. რო ჩავიცვი, მეგონა რომ ფეხი დამიბიტონეს. თან შეეძლო რომ გადაეცვალა, შეეძლო მოეცა ჩემთვის და მე წავსულიყავ გადამიჩვენა. ჩემი მეგობარი მოვიდა და ანუ ისე ვთქვა რომ შენ მეთქი კლასიკურ სტილს ხო ხმარო მეთქი, კი როგორ და გამოვიტანე და აი ხუთი როგორც კი გადახსნა და ეს ფეხსაცმელი ნახat 15 წუთში აღარ იყო. მადლობა გადამიხა და გადამკუთხედა და რომ აი აორთქლდა. მოვიდა და მეუბნება რომ ეხა მე საფრანგეთში აქ 1000-ის მაღლა იყო. ხო და მე ხო საფრანგეთში რაღაცებს რო გაყიდინებ ის ბოტასები რო კლასიკური ფეხსაცმელი რო გაჩვენო ძალიან მოუხდება და მე ვწყარი აღარა მაქვს მეგობარს ვაჩუქე იმის. ხო მაგრამ ეხა შევთანხმდით ამაზე არის თანხმობა პარიზში მივფრინავთ ეხა ჩვენ ერთად დასასვენებლად და იქ მომცა უფლება რომ ერთი ლუკი მე ჩემი გემოვნებით აწყონდა. ხო, მაგრამ ნუ ხა ძალიან ძვირიანში არა, მაგრამ ზომიერად პარიზში არის ამის შესაძლებლობა, რომ არაძვირიანშიც ნუ ეს ტირის ეხა რო ეუბნები რაღაცის ფას ტირის. გეგმა ფული არ აქვს. ქვეყნის ფული გაქვს. ის იყო გადაობა რომ ის რა ქვია რაღაცა უნდა მეყიდა. თან ხო ის რაღაცა მე აი ეს ამ რო შემიყვანა რაღაცა ჟილეტი ჩამოცვა, ძროხა იყო მოხარშული თუ რა იყო ის? მოხარშული ტყავი იყო დეგენერატო. ძროხა ღორი რა მნიშვნელობა აქვს? ესო იციო, მოხარშული ძროხის ტყავიო თუ რა იყო მოხარშული თუ რა ვიცი და ფანტასტიკური მოიცვა და ჭკვაზი არ არის 1700 ლარი. ის მე ვთქვი 1700 ლარი დიდი რაღაცა მომია. 1700 ლარი იმდენ პროდუქტს წაიღებს ადამიანი, ხო? ეგრე უთხარი? არა, თუ ეგეთი 1700 ლარი ძალიან ბევრ რაღაცას ვიყიდიო. ხო. ამ ერთის ყიდვას. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალ რაღაცებს ახლა თან მიგზავნიან. შენ ბრენდები კი ყავს კი? არა, სოთაშევ მე ესე არ მე ბრენდები კი არ გოგო, მე bez ბრენდები მაწვია, მაგრამ ამას ბრენდი კი არ უყვარს. ამას უყვარს აი რა ვიცი. პრემიუმ ხარის. არა, აი არ ეყოფა ერთი ლუქზე 15000 ლარი არ ყოფა. არა, მე ვარ სხვანაირად. სამე გოგოებო ერთი წამით უსმინოთ როგორ პერსპექტიული სასიძენლის. როგორ არის? მიყვარს სამოსი. მართლა ვიხდი ძვირს სამოში, თუ მომწონს, ეხლა Tom Ford-ის ფასები კი იციან და Tom Ford-ის ვინც ერკვა Tom Ford-ში იციან. თუმცა Tom Ford-ს როგორც ვყიდულობ, ასევე შემიძლია მეორადებში შევიდე და აბარჩიო მეორადებში რაღაცა იშარვალი, რაც მე მომწონს, იმიტომ რომ მეორადებში არის ის სტილი, რაც მე მინდა. ხო, ანუ არ გაქვს კომპლექსი, მაგ ძონძებში სიარულს მეც მიყვარს. გახარებული მორბი ვარ, რომ New Balance-ის ბოტაცი ვიყიდე $200-იანი, ჭკვაზი არა ვარ, ორიგინალი და ეს არის საწყალი. მე მეც აი ეს რა ზარარი ეყა, აი უზოდა მე საწყალო რა ბანანა როგორც სიტყვა ღარიბი საცოდავი არა მე რო არა კაცი რო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და ზარაში რო ჩაძრება ეგრე არ არის ნახე ამას ურჩევნია იყიდოს ერთი და ხარისხიანი და ეს ამან გადლოს 10 წელი ამას შეუძლია ბევრი შავი ცელოფნებით აი ესე იმოძრაოს რომ გონია რომ მიცვალებული მიყავდა ამ ტასაცმელი ყველაზე კარგად თქვენ შორის ეხა მემბაცვია საწყალო სხვათა შორის პარიზში ერთხელ ვიყიდე რა დამემართა იცი აი მაგის მე არასოდეს ამას არ ვიზამ პარიზში ვიყიდე ზარას მაღაზიაში ძალიან მომეწონა რაღაცა ქურთუკი რა ლურჯი რაღაცა ესეთი ელექტრიკი ფერი და დატუმაც არ ვიცი ზარა ხო აგაცარი ჯერ რატო ვათრია იქიდან აი რა მინდოდა მაგრამ ჩავთვალე ფასში ცხოვრება და სხვადასხვანაირია თუ არ ვწდები ხარისხობრივად ხო და ჩავთვალე რომ აქ არ იქნებოდა რა ერთი სამსახურში 5 კაცს მქონდა და ამის მერე ანუ მე იქიდან ვატია და ამის მერე გადავწყო აი ეგ არ შემიძლია მე ინდივიდუალური მინდა ვიყო და ეგ ერთადერთი მაგ ამაზე გართულება რომ ეხლა ერთნაირი ტანსაცმელი არ მინდა ხო მაგ ეგ არის დანარჩენი 5 ლარიც რო ღირდეს და ისა რა ქვია 10 ლარიც და აი რაღაცა second hand-ში შევიდე პირიქით მაგიტო შევდივარ რომ მინდა უცხო და განსხვავებული რამე ამ second hand-ზე რა ყოფილა ხო იცი მე ადრე ვყიდულობდი თურმე იქ წყალდობები და რაღაცები რო ხდება
მიცვალებულებს ხდია? მიცვალებულებს ახდიან. შეიძლება ახლა შენ რა რა მნიშვნელობა ხო გარეცხილია? მიცვალებულს გახადეს. რა მნიშვნელობა ხო გარეცხილია? აურა ხო დაკვება. აურა არა, შმაურა დაკვება, შესულელო შენ რა. მიცვალებულებს ახდიან. სისულელეს არ ახუნებს ახლა ეს. მიცვალ რაც არის ვისი იყო, რას დაეცე. დასრულდა აი ჩემი ღმერთო ყველა second hand. უცებ რაღაცა დაემართა საბამტყუპოდან თუ მეშუკებით გამოქვთ, მე ლაქები ამოქვთ, ვიღაცა რო იხოცებ და ეხა იგი ნუსმე გაგიჟებს, ეხა ვერ ხვდები რომ გაგიჟებს? ხო. ხო, კიდე და. კიდე რა გაცვია ხოლმე მაინც რომ ვიცოდე მიწვაში. არა, არა, მე არ ხანწუთას მაქვს არა. პრობლემა, მაგალითად ჩემი თან ახლობლები. თურმე როგორ ყოფილა იცი რა, აი მანდაც უბნებია მდიდარი გარდაიცვალა თუ ღარიბი, თუ მდიდრები გარდაიცვალენ, ორი ეს არის ამღებია. დალი ჩიტალაძე ყოფილა და კოგი ეს აი ვინც კერძო კლინიკებში მიიყვანეს და თუ ისე სახელმწიფო კლინიკებში ეს ხო მიიღებენ უკვე რა. და მე დალი ანაწილებს ხო ელიტაში. დალი მე ელიტაში ყიდის როგორც აი აი მე ღმერთმა მოწყდი. დალი მომკლავს დალი ისიც მე. დაგაკლავ. დალის არ ურეკავთ ხოლმე? დალის ერთხელ დაურეკეთ. ხელახმაზე დამიღია. ხო, და თქვა რომ ისო მე ხო ისო მე გვიცანი მე ხო ძალიან კარგი ვოკალი მაქვს და სარკასმსა და დაცინვას შორის სად გადის ზღვარი? თქვენ რო ურეკავთ ჩვენ გადაცემას არ და თქვის, გაიგე? აშაყირებთ. რა რის მიხედვით არჩევთ ამ ხალხს? ახლა მე შენ გეტყვი, ჩვენ გადაცემაში როდესაც ვურეკავთ რესპონდენტს, არასოდეს ჩვენ არ ვეხებით იმ თემებს, რაც იქნება, აი მაგალითად იყო ერთ-ერთი თემა, როდესაც დაურეკეთ მანანა თოდაძეს, ირმა სოხაძეს და მიულოცეთ ბავშვის გაჩენის ამბავი. რომ არ გაჩენის კი არ ფეხძიმეთ რო იყვნენ. მაგრამ ეხლა რა ყო მანანა თოდაძეს იმიტომ დაურეკეთ, რომ მანანა თოდაძეს არ აქვს პრობლემა ბავშვი, ანუ შვილი ყავს მანანა თოდაძეს, ირმა სოხაძეს შვილები ყავს, ანუ ჩვენ რო დაგვერეკა მაგალითად იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, რომელსაც შვილი არ ჩვენ ანუ ვარჩევთ ყოველთვის იმ სასაცილო ზარს, რომელიცაც ადამიანს არ დავამცირებთ, არ მაგალითად გამოუტანთ მის პირად ამბავს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. ან დასტრესავთ. ხო. და არ შევაფასებთ სხვა მიმართულებით. ანუ ჩვენ ყოველთვის ისეთ რა მგონია რომ ისეთი ზარები გვაქვს, რომელიც არ არის საზიანო ადამიანის. კი, მაგრამ სალომე გოგიაშვილთან ჰქონდათ პირადი ამბები, არა? სალომე გოგიაშვილთან ჰქონდა პირადი ამბები. ანუ ზარი არ იყო არა, ეს. სალომესთან ჰქონდა, იმიტომ რომ სალომეს პირადი ცხოვრება უკვე საჯაროა. ხო, ნუ განხილვადი. ჩვენ არ გამოგვაქვს, ეხლა ჩვენ ვიცით. თქვენგან არ გაუგიათ. ხო, ეხლა ვიღაცის ეხლა ვიცით მილიონი ამბავი, ვინ ვისთან დადის და იმას ჩვენ არ გეტყვით, შენ მაყურებელს. ეხლა ერთი მნიშვნელოვანი ეს დილემა ქონდა გიორგი შენ განსაკუთრებით მინდა დაგისვა, იმიტომ რომ თამაზი არის თამაზა გოგო ნუ გეშლება რაღაც მინდოდა რომ ისე ბატონ თამაზი ბატონ თამაზას არის აი კითხა რა პოლიტიკაზე არაფერი არ მკითხო არ ვიციო მაგრამ ჩვენს გარემოში რა გარემოშიც ვართ მით უმეტეს შენ რა გარემოშიც იყავი და გვახსოვს ის ნოემბერ-დეკემბრის ამბები და დარბევები და ყველაფერი და აი ქოცებთან კომუნიკაციის დილემა თუ გქონდა ქართული ოცნების გულშემატკივრებთან ეს ხო ვთქვი რა იმ სიტყვას არ ვიხმარ თქო ესე საჯაროდ ქოცებს არ დავუძახებ თქო ადამიანებს და მარტო პოლიტიკოსებს დავუძახებ ქოცებს და არა მათ ამორჩევლებს ხო და ეს ქონდა მე გეტყვი ხა ჩემი პოზიცია თელმა საქართველოს მიცის ხო და ეს პოზიცია არ შეიცვლება არც ასე და არც ისე ჩვენ უბრალოდ გავაკეთეთ გადაცემა, რომელიც არის სრულად აპოლიტიკური და რომელშიც მოყვავს ყველა ადამიანი. დანარჩენი მაყურებელმა უნდა განსაჯოს და შეაფასოს ეს თითოეული ადამიანი. ეს იყო ამ გადაცემის აზრი, სრულად ჩადებული. მაგრამ ის რომ ხა მე რა პოზიცია მაქვს, ეს პოზიცია ამ გადაცემით არ ვიღაცემა კითხვეს, რა რაღაცა პოზიცია შეიცვალო, გიორგიმ ეს სტუმარმა არა, მე ჩემი პოზიცია მაქვს, რომელი პოზიციაც ძალიან დიდი ხნისით დავაფიქსირებ და დღემდე ვაფიქსირებ და დავაფიქსირებ ყოველთვის, მაგრამ ეს არის აპოლიტიკური შოუ, რომელშიც მოყვავს ყველა, ყველასთან ხუმრობთ, ყველასთან ვღადაობთ და მე მაყურებელი აფასებს უკვე თავისით წვეთს ამ ადამიანზე აზრს. თუმცა მე მეჩვენება რომ მაინც ჩანს შენი განწყობა. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება. არა, როდესაც ქვეყანაში სინათლე ძვირდება და ამაზე უნდა ვიღადაოთ, აუცილებლად ვიღადავებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იცი არ მგონია რომ თვითონაც ღადაობს ყველა ამაზე. მე მაგალითად პირდაპირ გეტყვი რა, მე ეგ მომწონს ამ გადაცემაში. მოკლედ, რო აშაყერებ ამ ხალხს, ეგ მომწონს მგონი მე. ეს არის აზრი ამ გადაცემის, რომ ჩვენ ორივე მხარეს ურეკავთ.
ეს არის ნაცი, ქოცი, ზვიადისტი. ორი მხარიც არა, იმდენი მხარია ხო, ვეღარ იგებ. მილიონ ჩვენ ყველას ურეკავთ და ყველას ვაშახებთ. და ამ დროს თამაზა გონზე არ არის რა ხდება, ხო? პოლიტიკა და ჩვენ თამაზა. ვთქვით, რომ გონზე არის. იცი რა არის? მე მყავს წრე და ისეთი წრი არის, რომ მე ზოგადად არ მიყვარს ადამიანის ესე პოლიტიკურად გამიჩნდა და მე უფრო სხვანაირად ვუყურებ ხომ, ის თუ ჩემი მეგობარია, აი ეს უფრო მე ძაბავს რა. შეგიძლია შეუნდო რაღაცები? არა, უყურე, მე ადამიანს არ ვარჩევ პოლიტიკური ნიშნით. მე ადამიანს სხვანაირად ვუყურებ. შეიძლება ვიღაცა ვთქვათ, რაღაცა პოლიტიკის მხარეს დგას, მაგრამ იმას სხვა გამოსავალი არ აქვს, იმიტომ რომ სახში 4 შვილი ყავს, 5 შვილი ყავს. მე როცა რაღაცა საკითხზე შეიძლება გამოვთქვა ჩემი აზრი, ის საკითხი უნდა ვიცოდე. აქედან გამომდინარე, რადგან არ ვიცი ესე კარგად, ეხლა მე შეიძლება ერთ მხარეს, მეორე მხარეს, მესამე მხარეს ჩემი აზრი დავაფიქსირო, მაგრამ ის რომ მე ვთქვათ რაღაცა თემებზე გამოვიდა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, ეს ჩემი თემა არ არის. მე ვარ ჩვენ საუბრობთ უფრო ფაქტებზე რა. ის ამხრივ განსხვავებულები ხართ არა? კი, ჩვენ კი განსხვავებულები ვართ. მე მახსოვს შენი ძმის ამბავი, გიორგი. და ძალიან გულახდილად გეტყვი რა, მაინც ისე გიყურებდი სკეპტიკურად, იმიტომ რომ რაღაცა რუსთავიორის წიაღიდან იყავი, ზოგადად ამ ტიპის შოუების მიმართ მქონდა ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება, მაგრამ ეს იმდენად ამაღელვებელი იყო ჩემთვის, შენ რაც თქვი და მე ძალიან დიდი წნეხით ქვეშაც იყავი, მახსოვს სახში, ანუ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის შენი დამოკიდებულება და შენი პოლიტიკური პოზიცია ბევრისთვის. მე აქ ჩემი სახელით არ ვლაპარაკობ, მარტო გეუბნები, იმიტომ რომ ვიცი რა, ანუ შენს მიმართ ეს დამოკიდებულება არის. იცი რა, აი ეს რაღაცა, რომ აი ტიპი რანაირი იყო და რანაირი გახდა. იცი არა, არასდროს არ გამხდა, რომ არ აი ეს მინდა, რომ არ გამხდა. მე გეტყვი, მე მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემი გარემოცვა და იმის იქით არასოდეს არ ვცდილობ ვიღაცას დავანახო ვინ ვარ მე. იმიტომ რომ დღეს უყვარხარ ადამიანებს და ხვალ ერთი ფეხით გადატრიალება გინდა რომ ყველამ გადაგიაროს. ეს უკვე მე გამოვიმუშავებ, ახლა 18 წლიდან ვარ ტელესივრცეში. ტელევიზია რადიო და ამისთვის მზად ხარ. ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი და მე არასოდეს უკვე აღარ ვცდილობდი ვიღაცისთვის დამენახებინა და დაეჯერათ როგორი ვარ. ვარ მაგალითად ზედაპირული, ვარ ღრმა ადამიანი, ვარ იუმორით სავსე, ვარ ცივი ადამიანი. არა, მე არავისთვის არ ვცხოვრობ. მე ვცხოვრობ ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი მეგობრების. მეტი არავისთვის არ ვცხოვრობ. და ისა ოჯახური ტიპი ხარ? კი. ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახი, ჩემი ოჯახია. მით უმეტეს ძალიან მტკივნეული იქნებოდა ეს. კი, მაგრამ ნუ რაც იყო. ამ თემის გაშლა არ მინდა. მაგრამ ნუ რაც იყო, მაგრამ მე ეს რომ ვიღაცისთვის არა, მე ყოველთვის მე ვთვლი რომ მე ვარ ძალიან სამართლიანი ადამიანი. და სადაც უნდა გააჟღერო და თქვა ის სიმართლე რაც არის, ყოველთვის ვაკეთებ. ასე ჩათვალე საჭიროდ. ეს ყოველთვის ესე ვაკეთებ. და ისე ცოლის მოყოლას არაფერა. და თუ ბეჭდებს ახედე? ხო, რამდენი რამბავი. მოყანილია არის. რამბავი ბეჭედია. მე უბედური არც ბეჭედი რაც. გიორგი, რა ხდება მოყავი? შენს პირად ცხოვრებაში რა? პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობთ. იმიტომ რომ არ ვთვლი რომ საინტერესოა. ანუ სხვაებიც თუ შეიძლება საინტერესოა, ჩემს არ არის საინტერესო ჩემ პირად ცხოვრებაზე საუბარი. რაღაცა ისეთია რა. მაგრამ ერთი ის მაინც საუბრები და აზრი. ის მაინც შენ ისე ძალიან უკვე გათამამდი რომ ჯობია მის პირადიც ამოჭრილი. ძალიან გავბლატავდი? იცი რა მაინტერესებს და ისე მაინც მითხარი ვინმე არ არსებობს ობიექტი, რომელიც შენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. დროჩუნი თუ გაკ. ჩემ ყურადღებას ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს. ჩემსაც არა, ნუ აი ჩემს მიმართ. წარმოუდგენელი ის არის ამბიცია. შენ რატო არ არა, ამბიცია რატო? რაც არის რეალობა, იმას გეუბნები. შენ რატო არ მეუბნები ეგეთებს? რა? აი მე ყურადღების ცენტრში ვარ. შენც ვიცი რომ ვარ. ხო, მაგრამ მაგ მე უნდა ვთქვა, კაცო, შენ კი არ უნდა ვთქვა. ჩვენ გვაცალეთ რომ ავღნიშნო. მე იცი რა არის. აი საერთოდ არ მაინტერესებს ვიქნები თუ არა ყურადღების ცენტრში. რანაირად დაწესე. მე ვარ სხვანაირი ადამიანი. აი მე აგიხსნი. იმიტომ არიან ეგეთი ჰარმონიაში. მე როგორი ადამიანი ვარ რა. ჩემთვის ფასეული არის ოჯახი და ყოველთვის ვფიქრობ რომ ჩემი ოჯახის წევრები უნდა იყვნენ კარგად. მე ვცხოვრობ ჩემთვის. მყავს მარტო ცხოვრობ. ძაღლი, ოჯახის წევრი,
რომელიც არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ამონათება ამ ჩემ ცხოვრებაში და ყველაზე ესეთი ძალიან დიდი ბედნიერება, მაგრამ შემიძლია ვთქვა მოკლედ და გასაგებად, რომ არ ყველაზე ბედნიერი და შინაგანად და ჩემ გარემოცვაში ყველაზე მდიდარი ადამიანი. ეხლა ამაში რა შედის და ვინ შედის, ეს უკვე ამბიზად ამ ძალის ყველაზე ურთიერთობა მდიდარი იგრძლის. ხო არა მოვჭრა და დოლარები დავაყარო. ვარ ყველაზე თუ გინდა მდიდარი. დააყარე, მაგრამ მე შინაგანად ყველაზე მდიდარი ვარ, მე შინაგანად კიდე ჩემი სამყარო, შინაგანი სამყარო სრულად შევსებულია იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი. მე ძალიან მეშინია, რომ აი ესე როგორც ამას უყვარს ძაღლები, ესე არ შემაყვაროს. აი ყოველ შენ არ გიყვარს ძაღლები? ანუ იცი, მე მყავს როგორ ბოლოს ორი მეუბნება დიდი და აღარ ძაღლი. წაიყვანო ჩემი მე იცი, ძაღლი. აი ძაღლის მიმართ როგორი სიყვარული მაქვს. მე მაქვს სოფელი თბილისთან ახლოს და მყავს ორი უმაგრესი ძაღლი. კავკასიური ნაგაზი და ლაბრადორზე აი ჭკვამეკეტები და ეზოში მიხარია რომ დარბიან, რომ ეთამაშები ხანძვალს გადაუგდებ ხანჩუს და ესეთი სიტუაცია მიყვარს. მაგრამ ამას ძაღლი არ ყავს, ეს უფრო შვილია. ეს არის პიროვნება. ეს არის პიროვნება. მალტიპუ ჰიბრიდი. შენ სოფელზე მომიყავი, სად არის შენი სოფელი? ჩემი სოფელი არის თბილისთან ძალიან ახლოს, მცხეთის რაიონია, სოფელი ქსოვრისი. და პირდაპირ თქვა მცხეთის რაიონის სოფელი ქსოვრისი და არ თქვა თბილისთან ახლოს, არ შეიძლება. ანუ ამას პრესტიჟულია, იმიტომ რომ მინდა რომ ჩემს სოფელში თუ ვინმე თქვა მიწის ნაკვეს ყიდის ან რაღაცა რომ თქვა რომ პრესტიჟული ადგილია თბილისთან ახლოს არის რომ ამ ხალხმა იქ ვიცით ქსოვრისი სად არის? მუხრანს რო გაცდები, იქ არის ქსოვრისი. სად უფრო გძნობ თავს კომფორტულად, თბილისში თუ ქსოვრისში? იცი რა არის, მე თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობ. აქაც კი კომფორტულად. იმიტომ რომ თუ არა კომფორტულად ვიგრძენი თავი, ეს ჩემი პრობლემა არის, ეს შენი პრობლემაა, რომ მე შენ თავი კომფორტულად არ მაგზნობ. ეხლა როგორ ისე მართალია, ხო? თავი თუ არ ვიგრძენი ადამიანმა კომფორტულად, იმ სივრცეში არ უნდა გაჩერდე. და ანუ კომფორტულად ეხლა აქ რომ მოვედით, ჩვენ იმიტომ მოვედით, ჯერ ერთი იყავით შენ და ვიცოდით რომ კომფორტულად ვიქნებოდით შენთან ერთად. ხო. დამატებით ეხლა კომფორტულად ვარ, თორე ამდენი ხანით ვერ გავაგრძელებდით ამ საუბარს. კაი, ეხლა ნახე, არამცალი ეს ვიტყოდით. აი მე ისე მეჭკარება, აი მე გიორგი ნანსხაიძეს თაყვანის მცემლების აი ყურში ჩამესმის მათი კივილი. აი სულ მგონია რომ ამ გადაცემის მერე აი რაღაც მოგემატებოდა ეს რაღაც თაყვანი. იცი, მე არასდროს არ მიფიქრია იმაზე, ვინ მომემატება და ვინ. იქიც არ მაინტერესებს. არ მაქვს ეგ და როგორი თვითკმარი ხალხი ყავს სტუდიაში. არა, ნახე, ბევრ ძალიან გონია რომ მე ოდითგანვე რაღაცა ის ინტერესი მქონდა რომ აი თაყვანის მცემლები და და არა, მე არ მაქვს ეგ. ფაი მე ვიკა შენ ისე უნდა მოგამწარო, აი ზედამთვარი არ მოგდიოდეს ჩემზე. ჩემი კითხვები ხა როგორია? გიორგის იბნება ვაიმე და ესე ხო არა? შენ ვიტყვი რომ სექსუალურობა და ისე და ჩემზე. თან საიდან ხარ? მოკლე პასუხი, ვეთქვი მცხეთის და სოფელი ქსოვრისი. შენი თემა შევაჩერო, ჩემზე კიდე შემდეგ რა კითხვა გაქვს? აი დამისვი, მინდი. არ მოიცადე ახლა ვიკასკენ, არა, ვიკასკენ უნდა დავდგე მე. შენ შუა ინტერვიუს დროს თქვი რომ მე არ შემილია ურთიერთობა, არავინ არ მიყვარს სექსუალური მე ვთქვი ზოგადად რომ არა სექსუალური ადამიანი თორე ისტორიაც მომიხარი ურთიერთობის ეტალონი ვარ მე რომ ურთიერთობა ვაიმე შენ თქვი ხო ორივე თვალი დავხუჭეო და ამან არაფერი არ ეს მეკაჩება რომ მე ვთქვა და მე არა შენ გაქვს გადაცემა აწყობილი ნაზღოზე და გაქვს მე ზოგადი კითხვა 1-5 რომ თუ ნაზღობ ვერ გიპასუხა თამაზას დავუსმებო არა ნუ ეს პროვოკაციაა ჩვეულებრივი გავაგზავნოთ მოგისმენ ისე კარგად გიყვება ნაზღაიცი აი სიამოვნო ცოტა ჩაი დაგეხვედრე ჩემი საყვარელი ეპიზოდი რომელიც იცი რა აი ვერ გამოვარჩევ ყოველთვის მინდა ხოლმე რომ თქვა რომ პირველი გადაცემა აი ეს იყო ბომბა მე ვიძახები რომ მეორე გადაცემის აი რაღაც მაგრამ აი ყველა გადაცემა ერთმანეთზე უკეთესია მე თანხმები და ის კოსტუმები რო ჩაიცვით კოსტუმები ყველგან გადაწყვეტ არა კაცო ეს რაღაც კუპანიკები რო გაცვიათ ეგ ის იყო ხელოვნური ინტელექტი როგორ დაგითვალიერები ყველას რო ჯერა რო ხო აი ხა მართლა ისე კი არ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ფაქტს თავარია აღქმა და ხართ ორივე საცურაო კოსტუმებში კვირას გადის ხო ეს გადაცემა ამ კვირას ხო რა ორშაბათს დაელოდეთ ჩვენ ახალ იმას სკეჩს და თავი რო გაილახეთ იმიტომ რომ ხალხი გწერდათ რომ თქვენ გცემენ ისე გეშექშინებია ეგ რო აი ვინმე ქუჩაში არ დამხვდა არა რაზე უნდა დავხვდნენ ან ჯერ ერთი 2 მეტრიანი მუტრუკები ვართ ორივე აი არ მახსენდება რადონის ჩმორები უნდა ვიყოთ ერთიც და მეორეს რომ მაგის შეგვეშა ხელის მოქნება ვერ შევძლოთ
ხო, რა ვიცი, ერთი რობოკოპებთან იბრძოდი, მე აკეთე ერთი სხვათა კაცი. შორის დაჟე იმასაც ვამბობ, რომ ნეტა ვიღაცამ ხელი მომიქნევს, იმიტომ რომ ყოველთვის ვიტარებ ხოლმე გამოკვლევებს, ეხლა დაზღვევა გამიუკვდა და გადაცემაშიც რეიტინგით იმედი რაღაცა მაგასაშუქებელი ტომო, აი ყველაფერს ჩამიტარებდი გამოკვლევას ერთი შემორტყმა. იცი, მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენი გადაცემა არ არის ვინმესთვის საზიანო, თუ რესპონდენტი არ იტყვის სისულელეს. კიდევ ერთხელ გავუსწმევ ამას ხალხს. ჩვენ არ ვეძიებით რაღაცა დეტალებში. მაგრამ ხო არის რომ თქვენს დამოვჭერით არა? არა, რესპონდენტს სტუმარს არ გეუბნები, ამ შემთხვევაში ზარს გეუბნები. ზარზე საუბრო. ანუ ზარის დროს თვითონ რესპონდენტმა არ უნდა თქვას რაღაცა სისულელე, რაც გავა ეთერში. თუმცა ჩვენი გადაცემა ესე არ არის. ხა ვიღაცა წერს რომ იქ თემენი რაღაც პროცენტული მაჩვენებელი, ხა სტატისტიკას ხო ვაწარმოებ მე ხა სრულად ყველგან. პროცენტული მაჩვენებელი არის 99 კიდე რას ეს შემდეგ არის დადებითი. და რეკლამის მოტანა რთულია თქვენ გადაცემაში, ანუ იუმორისტულ 7 კომპანია გვყავს. ხო, ანუ არ გერიდებიან. იცი რა, არ გვერიდებიან, იმიტომ რომ კომპანიები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, თან ისეთი სერიოზული კომპანიები, ყველა ხედავს შედეგს. თან ჩვენ არ გვაქვს 1 და 2 თვიანი და 3 თვიანი, გვაქვს წლიანი კონტრაქტი. უი, რა კარგია და მაგრამ მონეტიზაციით ადამიანები იცხოვრებენ დღეს YouTube-ით, ნახე, ჩვენი мотиваცია არასდროს არ ყოფილა ამ გადაცემით შემოსავალი. Yes. არის. ჩვენი არის ის, რომ ჩვენ ვართ ორი ნიჭიერი ადამიანები, რომელიც იუმორზე გიждდებით და გვინდა როგორც ჩვენ თავს ვახალისებთ, საზოგადოებაც ესე გავახალისებთ. შავი იუმორიც გიყვარს. და კიდევ ერთი მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენ YouTube-ში ვერ შეძლებთ. უი, რატო? თქვენ YouTube-ში ესე ვთქვათ, ვერ გაკაჩავთ და როდესაც ჩემ წინაშე დაბრკოლება ხო საერთოდ ვიცი რაც არის, ამის მხრივაც ზუსტად ვიცი რაც არის ამისთვის დაბრკოლება და ჩვენ კიდევ ერთხელ YouTuber-ებს, იმ ადამიანებს ყველას დაუმტკიცეთ, რომ YouTube-ში ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება თუ შეიტანს რაღაცა საინტერესო კონტენტს, ამით გაკაჩოს. და ხალხის დაპატიჟება ადვილია თუ ფრთხილობენ? არა, ჩვენ ძალიან დიდი გაწერილი წინ გვაქვს სიათვეების ადამიანები ვინც უნდა მოვიდონ. და კიდე ის რა ქვია იუთუბერებთან დაკავშირებით მინდა უთხრა რომ აი ძალიან დიდ შრომას დებენ და ყველა იუთუბერს უსურებ ძალიან დიდ წარმატებას, იმიტომ რომ ამის უკან იმხელა შრომაა, რომ აი ხა უფრო დავინახე, ჩვენ ეს არ ვიცოდით იუთუბი ესეთი მარტივი იყო, რთული იყო, რა თქმა უნდა რთულია, არ არის მარტივი და ეხა უფრო მეტად დავინახე ამ იუთუბერების შრომა და თითოეულ მათგანს ძალიან დიდი წარმატება და დარწმუნებულად ჩვენთანაც ეგეთ დამოკიდებულებაში არიან. ეხა უნდა გულახდილად მითხრათ, ვინ იყო ყველაზე კარგი სტუმარი? ყველაზე კარგი. ხო, აი ყველაზე კარგი. შენ კი თვლი შენ თავს ცუდ სტუმრად სიმართლე გითხრა, მაგრამ ჩვენთვის არ იყავი ცუდი, უბრალოდ შენ თავიდან იყავი ზომიერად და მე გაიხსენი ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყავი. მართლა ყველა სტუმარი ჩვენთვის არის ძალიან კარგი. მაგრამ მაინც ერთი. ვერ გეტყვი, ახლა ნახე რომ მეუბნები, ყველა სტუმარი მახსენდები. რატო იცი? სრულ ბუდიში, სრული გადაცემის პერიოდში, როდესაც სტუმარი მოდის, რაღაც მომენტი შენ გაქვს ძალიან მაგარი, რაღაც მომენტი აქვს იმას ძალიან მაგარი. ანუ ამის შედარებას ვერ ახდენ. ისე შენი რაც მაგარი ყო პირად ცხოვრებაზე რომ მოყევი, ეგ რომ გაგვეშვა, იქნებოდა ბომბა. და ინგა ზარი რომ გაგვეშვა, კიდე ეგეც იქნებოდა ბომბა. არა მოჭრა, შენ შეხვიდი რომ არაფერს არ ამოჭრილი. თუმცა ნუ გავიჩნდება რომ შავ მასალას ჩვენ ვინახავთ. როცა კარგი კითხავს სოფს ისეთი რომ გადაცემაში უნდა რომ ჭაჭდეს, ეგრევე წავყვე ხომ, აბა მიდი ამოჭერი, რა გდაგჭება არაფერი. არა, თან შენ შეხვიდი რომ ამ გადაცემიდან არაფერი არ ამოიჭრება და თუ ამოიჭრება ჩვენ ლაივში სარკასტიკის გვერდზე გავა და მოვყვებით ყველაფერს. პირველად ყავს სტუმარი, რომელიც მეუბნება რომ შენ პირდი რომ არაფერს არ ამოჭრე. ძირითადად აქ რო ზიან, აუ ამას ხო ამომიჭრე, იმას ხო თქვენ ამბობთ ჩვენ არ გვაინტერესებს, აი გომეყანათ ასე. ვიცი რა, აი მე საერთოდ ისე ხშირად გეუბნებიან რომ აი ამ თემაზე არ მკითხოთ, აი სამომიჭერით, კი? არა. შენ ახლა ისეთი ცხოვრება ქონდა გავლილი რომ უნდა გეთქვა რაღაცეები, თორე ნუ ყველას ვისაც ქონდა რაღაცა პრობლემა, ყველა იყო მაინც პირად ცხოვრების ამბავზე რა, თუ თხონა იყო უფრო პირად ამბავზე რა. და ისეთი ვინმე არის, ეგ გთხოვთ, მითხარით, ვინც დაპატიჟეთ და გინდათ დაპატიჟება და არ მოდის. კი. ერთი ადამიანი არის. აუ მითხარ. მაგრამ დავიკიდეთ. ვინ არ მახსოვს? აუ კაი თქვი. არ სახელ და გვარს არ ვიტყვი. აუ კაი მითხარ. რეიტინგს აუწევ, რატო აუწევ რეიტინგი? კაი, რა ის რეიტინგს? ან შოუ ბიზნესის წარმომადგენელია? რა გამახსენდა? პოლიტიკოსია. არა, იყო ერთი ადამიანი, რომელიც ორივე ძალიან გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენ მის მიმართ ძალიან სიმპათიით ვართ გაწყო. არა, იმიტომ რომ ის რეიტინგს დაგვიწერდა, არა.
ჩვენ უკვე მივხვდით რომ ჩვენ გადაცემაში ჩვენ ისეთ როლს თამაშობთ რაც თვითონ წერთ ხო, რეიტინგს. უბრალოდ მის მიმართ ძალიან კარგად ვართ განწყობილი და გვინდოდა რომ ჩვენ გადაცემაში მოსულიყო. გამახსენდა და მე მასაც რაღაცა მსგავსი კონტენტი აქ ოღონდ ვაფშე სადადე დამიწავართ ერთმანეთთან. უბრალოდ ისაც იუმორისტულია და რაღაცა რავი რა ეგონათ. ბექა ყორშიას. არა, ესე გითხრა. ბექაზე არა, ბექას არ დაგვირეკეჭა. ესე გითხრა რომ ბექა ყორშია ვინანი. რაღაც შეფასებებს აკეთებს ესე. ხო და ისა, მოკლედ გითხრა რომ გადავხედეო თქვენ გადაცემებსო და თქვენი სტუმრებიდან გამომდინარეო მოკლედ ანუ არა ყვითელი არის და არა, ყვითელია, როგორ არ იყო. უბრალოდ თქვენ კონტენტს გადავხედო და ჩემთან არ არის ეს კონტენტი საერთოდ, თუმცა მასთან კონტენტი კი არ არის, უფრო უარესშიც არის გასული. მაგრამ ნუ ეს იყო უბრალოდ ჩვენი პირადი სიმპათია ადამიანის მიმართ, იმიტომ გვიდოდა გადაცემაში. შენ ახლა მითხარი, რომ თამაზამდე ვიღაცებთან რომ მქონდა გეტყვი, არ არის პრობლემა, დასამალი. კი არა, აი გულში რუსკა მაყაშვილი იყო თამაზამდე. ვისაც ვესაუბრე და შევთანხმდით შეხვედრაზე, თუმცა მე ვერ მოხერხდა. თიკო სადუნიშვილი იყო. პატრიკი იყო, ჩემი მეგობარი პრაიმ ჰაუსიდან. თამუნა მუსერიძე იყო. და ბოლო პერიოდის ეგ არის, მეტი არ მახსენდება. აი იქ ხო კიდევ ძალიან კარგი ხალხი ჩამოთვალე, მაგრამ ჩემი თამაზა ყველა არა, შეფია. არც მალავ, მე ყველასთან ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა მაქვს. უბრალოდ ამ ნაწილში რუსკა ძალიან მაგარია თუმცა მე თავისა. ვიძახი რომ სულ ვიტყვი ამას და ზუსტად ვიცი რომ თამაზას ეს თავში არასოდეს არ აუვარდება, იმიტომ თავის თვით შეფასება ძალიან კარგი ეგ თამაზას, იცის რა ნიჭიც აქვს. თამაზა როგორიც არის ამ გადაცემაში, ამ გადაცემისთვის. ხო. გადაცემაში, აი გადაცემისთვის ეგეთი ვერსეთი ვერ იქნებოდა. ნაზღო მაქოდა მადი და მეც იგივეს თქმა შემიძლია, მასი არის ძალიან მშრომელი, ერთგული, თავის საქმის პროფესიონალი და აი მე ძალიან მიკვირს, რომ აი ტელევიზიაში, ხა ტელევიზია კი აღარ არის მოდაში, რატო არ იყო ძალიან დიდი რაღაცა შოუების პროდიუსერი, იმიტომ რომ ჩამოგექცათ და ეხლა YouTube-ში გამორბიხართ ეს ტელევიზიის ხალხი. მაინც ჩააგვალა. ისაც სხვათა შორის შავი იუმორი, სადაც წავიკითხე, მე შავი იუმორი მიყვარსო, მაგრამ მე შინიაო რა შეიძლება ვერ გაიგოს ხება. ეხლა ძონძებს რომ ჩვენ შავი იუმორი ძალიან გვიყვარს. ჩვენ შიდა სივრცეში კამერებს გარეთ ეგრე ვარ. ჩვენ დაკვეთით დავდივართ, ეხლა თუ აი თქვენი სამეგობრო შეიკრიბებით, ელიტა ნაღების საზოგადოება ვაკე. აი მე და ნაზღოს ძალიან სოლიდურ თანხად, ისეთი შავი იუმორი გვაქვს, შეიძლება დაიგუდოთ. ეხლა ბლიც ინტერვიუ მექნებათ, მოკლე პასუხები მინდა, უნდა გამცეთ ძალიან კონკრეტული. რიგითობით თუ ჩემთან მე ამას. არა, ერთად. რომელია უფრო წუწუნა? მე. ალბათ. მე არ ვიცი წუწუნი რა არის. იმიტომ რომ გეტყოდი რატო არ იცი? მე. რატო არ იცი? მე გეტყვი რომ გავხვალ. რომელია უფრო ფეთქებადი? მე. რომელი უფრო ხშირად აგვიანებს? დანას! ზარების რაღაც მოგვარებს ყველა დამგრუზა. ვის ყავს უფრო მეტი თაყვანისმცემელი? ნაცყო. არა, ორივეს, იმიტომ რომ ორივე სხვადასხვა. კიდევ რა თავდაბალი. ორივე სხვადასხვა მიმართულებით თქვას. ამას ყავს ესეთი ბებერის თავის ფან-კლუბი და მეც ჩემები. ვინ ბებერი ფან-კლუბი? რომ ლანძღავენ სულ. ნუ ესე ხო ურტყავ და სულ იცი როგორ ლანძღავენ? მართლა? ოთ მე სიყვარულით ვიცი, ეს ხო მთავარი ამბავი ის არის, რომ მე ადამიანს თუ ურტყავენ ხუმრობაში, ეს ამ ადამიანის მიმართ მაქვს დადებითი განწყობა. უბრალოდ ამას ხელი აღარ უარგა. რომელი უფრო უყვარს მაყურებელს? ორივე. კომენტარებში ვის უფრო ხშირად აკრიტიკებენ? არც ერთ. არც ერთ. პირიქით დადებითია. ვის უფრო კარგად გამოსდის სტუმრების შებმა? რომ მოვიდნენ. სტუმრად რომ მოვიდნენ? ნაზღოს. ვინ რეკავს სტუმართან? კრიტიკაზე რომელი უფრო მტკივნეულად რეაგირებს? არც. რადგინა მითხარი? რომელი უფრო დიდხანს ირჩევს რა ჩაიცვას? მე. ბლიც ინტერვიუს ამაზე გააწყობილი რა. არა გწხვენია. რომელი თქვენგანი უფრო ხშირად ამბობს მშია? თამაზა. თან ისეთი რაღაცა მინდა რაც არ იყიდება. რას? აი ახლა ახლომახლოს რო ვერ იყიდი. აი რომ მომშივდეს და შევედი ვჭამი არა, რომ ჯერ მოვიფიქრო რა მინდა და მე ისე მომძებნო სად ვიყიდო. რომელიმე თქვენგანი ვარდება თუ არა პანიკაში? მე.
მართლა. რო გადაცემა მგონია რომ ცუდი გამოვიდა. თუ დააგვია და აწვირთო, კვდება. თუ გადაცემა დაგვიანდა, ხო? ეს პრობლემა აღარ გვაქვს. მე ვეუბნები, რა პრობლემა ნახევარი საათი ხალხი მოიცდის. რომელი უფრო გულჩვილია? მე არა მგონია. კი. მე რაღაც ესეთი თუ მითხარ, შეიძლება ტილით მოვყვა. აი ხა ინა ჩაიგდე. არა. შენ ხარ საშინლაცივი ადამიანი. ხო. უბრალოდ აფერისულად შეგიძლია ჩამოაგდო ეს. მე ადამიანი ან მიყვარს, ან არ მიყვარს. შუაში არ არის. არა, მეც ესე ვარ, არ მიყვარს, ან არ მიყვარს, მაგრამ ემოციურ ფონზე მე ადამიანი რომელიც არ მიყვარს, ყოველთვის კარგად მოვიკითხავ და კაი გამარჯობა, კაი სალამი, ან ეს უკვე ძილობის ამბავია. არა, მე ჩახსნილი. პას ვინც არ მიყვარს, არა. მაგას დროს არ ხარჯავ. რომელი უფრო მეგობრულია? თამაზე. საჭმის გაკეთება რომელს გეხერხებათ? ორივე. ორივე მაგრა ვაკეთებ. ქართული დალევა და კეიფი რომელს უყვარს? ორივეს ოღონდ მე მიყვარს უფრო ვისკი და ისა ტეკი და. მაგრამ ქართულ სუფროზე ჯდომა, ჭამასა და დალევა, მე არ მიყვარს დაუსრულებელი სადღეგრძელოები, მაგრამ ზომიერი სადღეგრძელო, კაი კეიფი, კარგი სიმღერა, კარგი, კაი თამადაც მიყვარს. რომელი უფრო კარგად ცეკვავს? მე ვერ ვცეკვავ. მე მეზარება ცეკვა. ხო. მე რო კლუბში ან სადმე შევდივარ რაღაცა კედელთან ჩემი ცეკვა ტრაკი გააქნი გამოგნი ხელი ჰაი და ერთი უკვე 10 წუთით ბეზდება. ხო. რომელს აქვს სიმღერის ნიჭი? ნუ იქიდან გამომდინარე რომ მე ბევრი სიმღერები მაქვს ცნობილ ადამიანებთან ჩაწერილი, ალბათ მე. მაგრამ მეც ხო იცი რესტორანში მღეროდი ადრე. მართლა? ამას აი ისე მეხვეწება რომ ეს ვიდეო მიწე ვერ ეღირსება. და ფანდურზე უკრავდა კი. ხახული საკრავი მაქვს დამთავრებული 7 წლები, დიპლომი მაქვს. ყველაფერზე ვუკრავ თუ რა მიარსებობს. რას ლაპარაკობ? ხო, აბა, ნიჭიერია და ის მე ვიდეო მაქვს ნანახი რომ ღერს, просто არ მაძლევს ამ ვიდეოს. თავის მოვლა რომელს უფრო უყვარს? ორივეს. მაგრამ უფრო ამას. იმიტომ რომ მე მეზარება თავის მოვლა. ამას შეუძლია. ეს წინაზეც რო ვიყავი ამასთან მისული გადაცემას გეგმოდით, აბაზანა შევალ 10 წუთითო წყალი შეება შეწყდესო და მეორე დღეს გამოვიდე გალურჯებული, გათეთრებული ველოდე. პრესიონერას რამდენი ხანი წერდი? პრესიონერას ისტორია არის, ანუ გენიალური ხალხო ვარ. შენ ბოლო კადრები ნახო რო გასურე ეს პისახოც რა გადაობა. ვარ იტალიაში, ახალი წლის პერიოდზე ვისვენებ და ჩემ მეგობარი თამუნა მუსელიძე მირეკავს და მიკივის რომ დროზე ადექი ჩაწერე ეს რა ვიდეო ჩაწერო? ხო, ნორმალ. არა, უნდა ჩაწერო ეს რა. და მოკლედ ჩამიგდო შენი ვიდეო. ნუ თბილისში მთელი ამბავია ატეხილიო და ჩაწერეო და არა უბრალოდ ვიწექი და ჩემი მეგობარს ვთხრა, ეხლა გადამიღე მეთქი და ჩავწერე და ეგრევე ავტვირთე. ანუ ჩემი ვიდეო. წამიერი კადრით არის გაკეთებული, ხო? ინსპირაცია. წამიერი კადრით არის გაკეთებული. მე მეგონა რომ შენ მანამდე ჩაწერე, იცი? არა, მე მახსოვს. იმიტომ რომ რა ერთდროულად და ერთდროს არის დადებული. ჯერ შენ დადე და მალევე მე დავდე. მადლობა ძალიან დიდი. მე ძალიან მიყვარხართ. ჩვენც. ძალიან დიდ პატივს გცემთ. მადლობა ესეთი სახალისო და საინტერესო გადაცემას რო აკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენს დღეში და ჩვენს დროში და იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იმყოფება ჩვენ. ჩუქრი მართლა ხო არა ვიტოვებ რომ გავხსნა შეიძლება? არა, ეს ისე მოგეც და მე უკან მიმაგ. მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი არის იუმორი და იუმორი არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ყოველთვის ძალიან აქტუალური. მადლობა იმისთვის, რომ ასე გვაცინებთ. აბა გამიხსენით და მე დაამთავრე ის რაღაცა. ანუ არაფერი, უბრალოდ შეუძლებელია ლაპარაკი, ყველაფერი დახსნას. იცი რა? იცი რა? მოკლედ მე რომ მადლობა რომ მოყვედით რა თქმა უნდა ჩვენთვის არის თავარი რომ ხალხი მოიცა იმან რო აგიხსნა სიყვარული გახსნა რომ დავაფარო რა ის მე არ გიმუშავე ჩვენთვის თავარი რომ ხალხი მეტად რაღაცა პოზიტიურ ნოტებზე გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ისეც გართულდა და მძიმე ცხოვრება. მოკლედ ფანტასტიკური საჩუქრებია, მადლობა შენ მოგვიწვია, იმიტომ რომ ჩვენ გადაცემაში იყავი შენ და იმიტომ მოგიწვევთ რომ შენს მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, შენი გადაცემის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, წარმატებას გისურვებთ და ბევრ სპონსორს გისურვებთ და საჩუქრისთვის ძალიან საინტერესო ადამიანია. იმედია საინტერესო გადაცემა გამოვიდა. ძალიან კარგი. დიდი მით მადლობა. უმეტეს რა თქვენ გქონდა მე შენზე ცალმხრივად ვარ შეყვარებული, შეგუებული ვარ უკვე. ხო, მაგრამ რაღაცა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ გადაცემაში ცალმხრივი სიყვარული ვერ დავინახებ, რომ ნაზღედის მიჯნური უფრო ხარ. არა, ნაზღაიძე ძალიან მიყვარს. კარგი, გოგო, დაასრულე, გასასვლელი ვარ დაში ვაკიდან. გაწელა იმენას. წავედით, მადლობა დიდი, ნახვამდის.